Kalbotone და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან. Სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოსთან და დღეს სანამ მოვლენებზე და სიახლეებზე გადავალ, მინდა ერთი ძალიან კარგი სიახლე გაგაცნოთ, გავაკეთე საიტი, რომლის დახმარებითაც ყველა ჩემი გამომწერი გახდებით მილიონერები. უთვალავ ფულს შევით, იმდენ ფულს გააკეთებთ, რომ ბოლოს შემეხვეწებით, რომ მიშა აღარ გვინდაო ამდენი ფულიო, მაგრამ მე მაინც გეტყვით, რომ დიახ, უფრო მეტს იმსახურებთ. ეს საიტი გახლავთ BitNest, ესე დავარქვი, და აი მაგალითისთვის რომ გაჩვენოთ. საქართველოს ბანკში თუ დააბანდებთ $1000, ერთი წლის გასვლის შემდეგ მოგივათ სულ 2%-იანი მოგება. ანუ $1000-დან მიიღებთ 1020 ბოლოს ჯამში, ხო, $20 რა არის? ჩემ საიტზე $1000 თუ დააბანდებთ, წლის ბოლოს მოგივათ $13000. თვეში გვაქვს 24%-იანი მოგება. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. თან თვითონ თქვენგანს გექნებათ თქვენი ლინკები, რითიც შეძლებთ მერე მოიწვიოთ ხალხი, რაც მეტ ხალხს მოიწვევთ ამ ინოვაციურ გეგმაში, რომელიც ნამდვილად არ არის პირამიდა, უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებთ თქვენ. თუ ვინმეს არ გჯერათ და ეჭვგეპარებათ და იძახით, რომ მიშა რატო უნდა გენდოთო და რატო უნდა განდოთო ფულებიო. აი ჩვენზე ხალხო უკვე სიუჟეტიც გააკეთა ერთ-ერთმა ტელევიზიამ და მე მინდა გაჩვენოთ. აი შეხედეთ. დიახ, გიორგი, სქემა გამოიყურება ასე, არის ინტერნეტ პლატფორმა BitNest, სადაც ადამიანები რეგისტრირდებიან იმ იმედით, რომ ისინი აქ ჩადებენ კონკრეტული მოცულობის თანხას და გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ამ თანხისგან ისინი მიიღებენ ასევე ფულად სარგებელს. მათ ამ გაიხარეთ, რა თქმა უნდა. თაღლითობაში ადანაშაულებენ ადამიანს, რომელიც რჩევითაც დარეგისტრირდნენ ინტერნეტ პლატფორმაზე, საიდანაც ფულადი სარგებლის მიღების მოლოდინი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ სისტემამ რამდენი სახელს გვიფუჭებენ უბრალოდ და მაგიტომ გვიჩივიან, რომ ფულები დაუკარგეთ, თორე ყველაფერი არის აბსოლუტურად ლეგალური. ეს არ არის პირამიდა. კაი, სერიოზულად, კიდე ჩაადებინეს ფული პირამიდაში და კიდე ბოლოს, როცა შეიკრა რაღაც თანხა, წაიღეს სახლში და ეხა ესენი დგანან და პოლიციამ გვიშველოს, მე ბინა ჩავდე. ანუ ადამიანებს ვიღაც სხვა ადამიანი, თან ქართველი იუთუბერი, სხვათა შორის ქართველ იუთუბერს უჩევიან, რომ მოდი გაჩვენოთ კაცო, რატომ მალავთ მაგის სახელს. აი უჩა ურუშაძე გახლავთ ქართველი იუთუბერი, წარმატებული ფინანსისტი, ალბათ მილიარდერი, ალბათ ლამბორგინები ყავს და მოკლედ უჩა ურუშაძეს დაუჯერა ქართველმა ერმა, რომ ერთი ბინა ჩადეთო და წლის ბოლოს 13 ბინას დაიბრუნებთო და ხალხმა, კაიო, მაწყობსო. აი ეგეთი ხალხი როგორ წარმომედგენია, იცი რომ თითებზე დათვალეს ესე. 1 და მერე ესე 13. ოღონდ 13 თითებზე ვერ დათვალეს, 13 დაწერეს უკვე. და ესე 1 და 13. 1 და 13 ბინა და 13 ბინაო მაწყობსო, კიო, ერთ წელშიო უჩაო, უჩამაც კიო, 1 წელშიო ხალხო, 1 წელში 13 ბინა გექნებათო. და ხალხმა ბინები გაყიდა და აქ ვიღაც ხალი ლაპარაკობს, რომ $80,000 ჩავდეო და ეგ რა არისო, კაცო, სხვებმა მეტი ჩადესო. აი ორი რამეა მართლა ამ სამყაროში უსასრულო რა. ერთი თვითონ სამყარო, რადგან არ ვიცით სად მთავრდება ზოგადად ეს ვარსკვლავები და მეორე ღარიბი ხალხის დაგოიმების შესაძლებლობები და გზები. აი ეს ადამიანები რაზე ფიქრობენ, ან როგორ ფიქრობენ, ან ფიქრობენ რომ მართლა აი ინოვატორები არიან, იმიტომ რომ ყველა ხო უსწავლელი იქნება, რა თქმა უნდა, რა, ყველა აბსოლუტურად რა ფინანსური ცოდნაა, რა იმის ცოდნა, მარკეტების ცოდნაა და რა კრიპტოს ცოდნა. აბსოლუტურად ყველა გაუნათლებელია და იმისი ჯერათ, რომ აი თვითონ აღმოაჩინეს რაღაც, რომელთაც ეხა მილიონერები გახდებიან, 0 ცოდნით, 0 საფუძვლით. აი უბრალოდ ესე YouTube-ს ათვალიერებდნენ, უყურებდნენ რაღაცა ემიგრანტების ვიდეოებს, რომ კოკა და ბელამ იტალიაში იყიდეს ნამცხრები, აჰა, ჩავრთოთ, უყუროთ კოკა და ბელა როგორ ჭამენ ნამცხრებს. ამას უყურეს. მერე შემდეგი ვიდეო ამოვაგდო, რომ ჩვენი 4 წლის გიორგის დაბადების დღე ბელგიაში, ამასაც უყურეს. აი, მე რა კარგი ბიჭია. და შემდეგი ვიდეო ამოვაგდოთ, რომ
გახდით მილიონერი ერთ წელიწადში და ოპა დაინტერესოთ დააჭირეს და ბინა გაყიდეს და ჩადეს. კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შემდეგი თემა გვახლავს იგივენაირ გიჟზე გადავდივართ ალეკო ელისაშვილზე, რომელსაც არ ვიცი რა ეგონა. მაგრამ სცადა სასამართლოს კანცელარიის შენობის გადაწვა და მიუსაჯეს ეხლა იყო სასამართლო და მიუსაჯეს 13 წელი. გაჩვენებთ ამ ვიდეოს, ვისაც შეიძლება დაგავიწყო და თან საერთოდ არ გინახავთ. შევიდა ბენზინი დაასხა ყველაფერს. მერე ვერ მოუკიდა. მერე დაცვამ დაიჭირა და დაცვას ნახეთ როგორ გამეტებით ურტყამს. ჩვენი გმირი. მერე სხვადასხვაც მოვიდა და რა თქმა უნდა ალეკო გაძუყნეს, მაგრამ მანამდე ხო კარგად გამეტებით ურტყამდა ერთ ადამიანს. ხო კარგად მოასხა ბენზინი ყველაფერს. იარაღით ხო კარგად შევარდა უკანონოდ სახელმწიფო შენობაში. ეს იყო ქართული ოცნების დავალების შესრულება, როგორც და დღეს ვისმენთ მისი მეუღლის განცხადებას, რომ ეს იყო ქართული ოცნების დავალების შესრულება. მერე ის გამოდის კიდე ადვოკატი. შეუძლებელია ამ პირობებში მიღებული ყოფილიყო გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. ბრალდებულმა თვითონ განაცხადა, რომ ეს იყო მისი პროტესტი და საპროტესტო აქტი, რომელსაც არ შეიძლება რეალური რაიმე მნიშვნელოვანი აი ადვოკატი ესეთი უნდა ყავდეს ძმაო. ესეთი, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირ მორალს მოშორებულია და აი ესე გატყუებს კამერაში თელ საზოგადოებას, რომ ეს აბსურდია აბსოლუტურად. ბრალდებულმა თვითონ განაცხადა, რომ ეს იყო საპროტესტო აქტი. შამილ ბასაევმა რომ განაცხადა, რომ ბესლანში სკოლა, იმიტომ ავიღეთო, რომ ეს არისო საპროტესტო აქტიო და ჩვენ პუტინს მოუწოდებთ, რომ ჯარები გაიყვანოს ჩეჩნეთიდან და მაგის გამო 335 კაცი რომ მოკლეს. ანუ შამილ ბასაევიც კამფეტივით კაცია, ხო? ეხლა კაცმა თქვა, რომ მეო ბავშვების დახოცვა არ მინდაო ძმაო, ეს არის უბრალოდ საპროტესტო. მართლა ეგრე იყო ხალხო. ან თქვენ გონიათ ვინმე ტერორისტს ოდესმე უთქვამს, რომ მე მომწონს ბავშვების ხოცვა. არა. ყველა იმიტომ ხოცავს ბავშვებს, იმიტომ აფეთქებენ შენობებს, რომ რაღაცა იდეა ამოძრავებთ და რაღაცის მიმართ პროტესტი ამოძრავებთ. და თურმე ალეკო ელისაშვილი უნდა დავინდოთ, რომ ეხლა ალეკომ თქვა, ძმაო, რომ აბაო მეო ესაო პროტესტი მქონდაო და ხო, პროტესტი ქონდა შამილ ბასაევსაც, პროტესტი ქონდა ოსამა ბინ ლადენსაც. მერე რა უყოთ მაგათ პროტესტებს, თავზე ხელი გადაუსვოთ და შუბლზე ვაკოცოთ? რას დებილობენ ბიჭო, ან თქვენ რას დებილობთ მართლა, ვისაც ამ ყველაფერს გჯერათ? რომ მართალია ძმაო, ეხა ბენზინის დასხმის გამო კაცს 13 წელი მისცეს. შვილო, აქ ბენზინის დასხმაზე და ბენზინის ქონაზე არ არის. ბენზინი შეიძლება მე აქ მედგეს. მერე ვინმე მიჭერს? არა. შეიძლება ავიღო ეს ბენზინი, წავიდე რა ვიცი მე, ჩემეზოში დავასხა და ცეცხლს მოუკიდო მაგ ბენზინით. ვინმე მომوارდება ტერორიზმით გამასამართლებს, შემიძლია მანქანაში ჩავასხა, შემიძლია მოპედში ჩავასხა, შემიძლია რა ვიცი მე, გაზონა კასელკაში ჩავასხა, გაზონის საკრეთში. ვინმე მოვა ტერორიზმით დამაკავებს და ეგრო აქვთ არგუმენტად, რომ 2 ლიტრი ბენზინის დასხმის გამო იჭერენ. არა, 2 ლიტრი ბენზინის დასხმის გამო არ იჭერენ. გააჩნია სად დაასხამ. თორე ეგრე შეიძლება შენ 100 ღერით მთელი რა ვიცი ამაზონის ტყე გადაწვა და დაგიჭირონ. იმას კი არ ნიშნავს რომ შენ 100 ღერის გამო მიჭერთ ძმაო? არა. მაგ მიმართულების მიცემის გამო გაძლევენ მაგ ხელა მას სასჯელს. 100 ღერითაც შეიძლება ტერაქტი მოაწყო. ისევ როგორც 2 ლიტრი ბენზინით, ისევ როგორც Boeing 747 თვითმფრინავით. ასე რომ საგნებს გააჩნია რა მიმართულებას მისცემ, თორე იარაღი შეიძლება გამოიყენო ადამიანის დასაცავად, ან შეიძლება ტერაქტისთვის გამოიყენო. იგივენაირად ბენზინი, იგივენაირად ასანთის ღერი. ასე რომ
თავს ნუიდებილებთ ძალიან გთხოვთ რა და ეხა ალიკო ელისაშვილის დამცველები ნუ გამოდიხართ რომ ოცნებამ გაუჩალიჩა ძმაო იმიტომ რომ აი მამუკა მდინარაძის ხელის გარტყმა არაპატია მამუკა მდინარაძის ხელი რო გაარტყა მაგაზე იქვე სცემეს ცალითვალი აქ ქონდა მეორე აქ ქონდა და მე მაინც მაგრად ვარ ხო აჰა ერთ ხელი გაარტყა ამას წურთხეს всё დასრულდა ეგ ამბავი მამუკა მდინარაძეს როგორ შეეძლო რომ ამისთვის ეძულებინა რომ წასულიყო და შენობის გადაწვა ეცა და შიგნით ყოფ ხალხთან ერთად ხალხს მართლა ჯერა ეგ რომ მამუკა მდინარაძემ ვერაპატია და რა კაი აი მამუკა მდინარაძე სულ რომ გულში ქონოდა ჩადებული ის ხელის გარტყმა როგორ აიძულებდა რომ მიდიალეკო შენ წადი და ეხა გადაწვი ის რომ მერე დაგიჭირო თუ რა მჯდარიყო სახლში არ გადაეწვა ის შენობა არ ეცადა იმ შენობის გადაწვა არავინ დაიჭერდა მამუკა მდინარაძეს რომ ქონდა ბრაზი მოუწევდა დამშვიდება იმიტომ რომ თუ აღარაფერს აშავებ ადამიანი რაღაცე დაგიჭერს მამუკა მდინარაძემ გონებაში ჩაუბეჭდა რომ ალეკო ელისაშვილი წასულიყო ბენზინი გადაესხა რომ მერე დაეჭირა ამისი ჯერათ და ადვოკატი იძახეს მაგებს ნუ კაი ხა მეუღლემ და შვილებმა რო თქვან ეგეთი რაღაცეები მესმის 100% და მისაღებია რა თქმა უნდა მეუღლემ და შვილებმა ბოლომდე უნდა დაიცვან რაც არ უნდა გაეკეთებინა მაგრამ ჩვეულებრივი ხალხი რომ მაგას იძახით რომ ძმაო გაუჩალიჭეს რა გაუჩალიჭეს ბიჭო კაცმა 9-მთა და 9 ზღვა გადაიარა იარაღი იმისთვის წავიღეო რომ გზაშიო კვერნები დამეხოცაო ტურებიო მივედიო შენობაშიო შევამტრიო რაღაც პანჯარა შევედიო ყველაფერს ბენზინი გადავასხე ეს ჩემი პროტესტი იყო და თქვენ ზიხართ აქ და გაუჩალიჭეს ო მაგარი გაუჩალიჭეს გადავიდეთ შემდეგ თემაზე TikTok-ის სკროლვისას ამომიგდო ერთი ვიდეო რომელმაც თავად გამომქვეყნებლების სამწუხაროდ დამაინტერესა და მივყევი მეთქი ვინ არიან იმიტომ რომ აი ჩანს თავიდან ეს უცხოელი ადამიანი უყურეთ მე ვარ iPact-ის წევრი იმიტომ რომ დამოუკიდებელი მედია ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და iPact-ის ხალხი ძალიან კარგია ფიქრობ მე ვარ iPact-ის წევრი ანუ iPact-ი აქამდეც მქონდა გაგებული მაგრამ ეხლა ეს უცხოელი ბიჭი რომ ამომივარდა მეთქი ეს რა შუაშია რატო ცდილობენ რომ ესე ვითომ ესეთი მეგობრული შეიქმნან ან საერთოდ ვინ არიან თქო რა ამის გამო დამაინტერესა და ну მოკლედ დღეს როგორც არა ამ ვიდეოს რო ვუყურებთ დამოუკიდებელ მედიას ჩვენი გვერდშით ყოფნა რადგან უკვე დამოუკიდებელ მედიას კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი მედია და ყველა აქცენტს აკეთებს ამაზე რომ დამოუკიდებელ მედიას თქვენი გვერდში დგომა ჭირდება ჩვენ გვიჭირს ხალხო და მეთქი საერთოდ საიდან არსებობდნენ ეხა რო გაგიჭირდათ ანუ აქამდე რითი არსებობდა აქამდე რატო არ გიჭირდათ იმიტომ რომ ნახვებს რომ გადახედოთ 700 ნახვა 700 600 1000 2000 13000 2500 ამ ნახვებით კომპანიას ნამდვილად ვერ აცხოვრებ და ვერ აცოცხლებ და გადავედი ამათ საიტზე მეთქი რა ხდება აბა საიდან ფინანსდებიან და iPact-ის შესახებ iPact-ი 2023 წელს iPact-მა შემოწირულობების სახით მიიღო 300,000 ASH დოლარი და მაინტერესა რა თქმა უნდა ეხა ნუ თუ ქართულ ხალხს იმდენად მოსწონს ეს არხი ეს TikTok არხი რომ ამდენ ფულს ურიცხავენ ხო შესაძლებელია რომ წელიწადში ხალხი ურიცხავს $1,000,000 კი ბატონო ვნახოთ აბა ვინ ჩაურიცხა ეს ფული ზოგადად პირველი $75,000 National Endowment for Democracy ეს ვინ გვახლავს აბა ვნახოთ არ წერია ერთი კონკრეტული ადამიანი ანუ ბევრი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას board of directors ანუ ბევრი პირია და ისინი წყვეტენ ვინ მიიღებს დაფინანსებას ამ ორგანიზაციიდან უბრალოდ ამის ძებნაში ამმივარდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი სადაც წერია რომ გადაწყვეტილებას რისი მიხედვით იღებენო ვის რამდენი ფული ჩაურიცხონო
ადგილობრივი რელევანტურობა, სამიზნე ქვეყნის სპეციფიკური პოლიტიკური პირობები და გადაუდებელი საჭიროებები. ეხლა უყურეთ. კი ბატონო, ხო, ყველაფერი თითქოს გასაგებია. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ 2021 წელს და 2022 წელს ამ აიფაქტმა მიიღო დაახლოებით 2-ჯერ უფრო ნაკლები დაფინანსება ამ ორგანიზაციისგან. მაგრამ 2023 წელს უკვე მიიღო ორმაგად გაზრდილი. შემდეგ რა მოხდა? შემდეგ დაიწყო პროტესტები. მე არაფერს გეუბნებით, მე არაფერს ვიძახი, რომ ეს რამენაირად კავშირშია. უბრალოდ თვითონ ორგანიზაციის ოფიციალურ მოცემულებებში წერია, რომ სამიზნე ქვეყნის სპეციფიკური პოლიტიკური პირობები და გადაუდებელი საჭიროებები. ანუ ამის მიხედვით განსაზღვრავთ, ვის რამდენი ფული მიუცეთო, რომელ ორგანიზაციასო. და რატომღაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, აი 2023-ში და 2024-მდე, როდესაც წამოვიდა იმ რუსული კანონის საუბრები, მაგ დროს იღებენ გაორმაგებულ დახმარებებს. რას გულისხმობ, მიშა? არ ვიცი, არაფერს არ გულისხმობ, კაც თქვენ გადაწყვეტეთ, რომ ადამიანებს შეიძლება დასჭირდათ გაორმაგებით ბრძოლა და პროტესტების გამართვა და მთავრობის დამხობის მცდელობები? მე ამას არ გულისხმობ, ამას თქვენ გულისხმობთ. კარგი, ეხლა განვიხილოთ მეორე ორგანიზაცია, რომელმაც გადასცა აიფაქტს ფული 2023 წელს. და ყოველ წელს ზოგადად რა. უბრალოდ 2023-ის მერე აღარ აქვეყნებენ და მაგიტო განვიხილა 2023 წელს მონაცემებს. Open Society Georgia Foundation. საქართველოს ღია საზოგადოება. ნახოთ ვინ ფლობს მას. ჯორჯ სოროსი. სოროსის გვარი ხომ მაინც გაგიგიათ? ეგ თუ არ გაგიგიათ, Deep State ხომ მაინც გაგიგიათ? აი ეგ არის Deep State, ჯორჯ სოროსია Deep State. თქვენ რომ აზრზე ვერ მოდიხართ, თქვენ რომ უბრალოდ სკროლავთ რაღაცებს, ჩემო პატარა 16 წლის ტრანსებო და ლურჯთმიანო ლესბიანკებო, თქვენ რომ უბრალოდ ყოველდღიურად სკროლავთ რაღაცებს და იქიდან ინფორმაციას იღებთ, აი მაგას გეუბნებათ ზუსტად ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი, რომ Deep State-ი გატყუებთო. აი ვინ არის Deep State-ი? აი ვინ აფინანსებს მაგ თქვენ აიფაქტს? ჯორჯ სოროსი, რომელიც აი ლიბერალიზმის მეფე გახლავთ და ესეთი გახსნილი საზოგადოების. რას ნიშნავს გახსნილი საზოგადოება? რომ თვითონ უნდა რომ მართოს ყველაფერი და ყველა ერთნაირად იყოს, მთელი მსოფლიო იყოს ერთნაირად. არანაირი საზღვრები, არანაირი გამოკვეთილი კულტურები, არანაირი რაღაც სხვაობები ერებში. ყველა უნდა იყოს შერწყმული აბსოლუტურად. რადგან ეგრე უფრო მარტივი სამართავია ხალხი. რადგან ვერ მართავ შენ ისეთ ადამიანს, რომელიც უარს გეუბნება რაღაცაზე, აი ერთი გარკვეული კულტურული ნაწილის გამო. $300,000 რო გირიცხავენ და შენ ორგანიზაციას რომ აცოცხლებენ, ხელფასებს გახდევინებენ, აი მოდ ხელფასები ვნახოთ უბრალოდ. აი ნახეთ. $80,000 დაარიგა აიფაქტმა ხელფასებში მხოლოდ. ანუ რამდენი თანამშრომელი ყავთ ხო წარმოიდგინეთ და თქვენ გონიათ აი ესე სოროსი უბრალოდ ურიცხავს $300,000 რომ აჰა შენ ამდენი ხალხი აიყვანე ხელფასები დაარიგე ყველაფერი მოაგვარე და რა თავისუფალი ხარ მე არაფერი ინტერესი არ მაქვს არა რა თქმა უნდა უდიდესი ინტერესი აქვს და რა თქმა უნდა მის ინტერესს გაატარებენ ესენი და თქვენ უბრალოდ ეკრანთან გიჩვენებენ ფერად საყვარელ ახალგაზრდებს, რომლებიც ნუ რა ვიცი, ხან რომელ ფარტიზე არიან, რომელ open-air-ზე უკრავენ, ხან რომელ იმაზე, წვეულებაზე. და თქვენ გონიათ, რომ ოი, რა საყვარლები არიან, როგორ ერთობიან და მე რა უცებ შეგაპარებენ, რომ აი ფაქტი. მართლა და მართლა. და ოდესმე სოროსზეც ვისაუბრებთ ალბათ, მაგას ორცელი გადაცემა დაჭირდება და თან გადასამეორებელი მაქვს სოროსზე ფაქტები. ნუ ერთი იმას გეტყვით, რომ ებრაელია, მაგრამ ნაცისტებს ეხმარებოდა მეორე მსოფლიო ომში. ამ ინფორმაციით დაგტოვებთ. ჩაო კაკაო, არხი გამოიწერეთ, კოცნით მიყვარხართ ჩემი გამომწერები. წავედით.